ქრონიკაut საათზე განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილეს დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ავღანეთის და ნატოს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანის ალტერნატიულ გზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ამერიკის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა უილიამ ფრეიზერმა იმსჯელეს. მართა არდაშელია ისაუბრებს დეტალებით პირდაპირ ეთერში. მართა, გისმენთ. ქართული მხარე მზად არის სატრანსპორტო დერეფანი ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს საუბარი როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო სატრანსპორტო დერეფანზე. ქვეყნის შესაძლებლობები თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო. თბილისს დღეს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი სტუმრობდა, მათ შორის გენერალი ფრეიზერი, რომელიც არ გამოიცავს, რომ ვაშინგტონი თბილისთან სატრანზიტო ურთიერთობებს დაამყარებს. თოლო თავაზობს კარგი ინფრასტრუქტურა, საქართველოს აქვს შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად შეიძლება ამერიკელმა ჩვენმა კოლეგებმა გამოიყენონ. ძალიან დეტალური დისკუსია გვქონდა, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა იმ შესაძლებლობების, რომელიც გვაქვს და როგორც გენერალმა აღნიშნა, მომავალი ჩვენი ურთიერთობების იმდენად მტკიცეა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების. ჩვენ შესაძლებლობას ვხედავთ ურთიერთობა გავაღრმავოთ ტვირთების გადაზიდვის სფეროში სამხედრო ტვირთის დაბრუნებისას შეერთებულ შტატებში. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, შევხსნათ უკეთესი შესაძლებლობები კომერციული კუთხით და ასევე ხელი შევუწყოთ სტაბილურობას რეგიონში. ამ კუთხით დღეს ძალიან პროდუქტიული საუბარი ქონდა. შეერთებული შტატები, როგორც ISAF-ის მისიის ერთ-ერთი მსხვილი მონაწილე ავღანეთიდან სამხედრო ტვირთის გამოყვანას საქართველოს გავლით გადაწყვეტს, ეს ქვეყნის ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად აისახება. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამშრომლობა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ვაშინგტონი თბილისის სახით რეგიონში სანდო პარტნიორს ხედავს. ავღანური ტვირთების მნიშვნელობაზე ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ყარსი ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დათვალიერებას ისაუბრა. ეს რკინიგზა ვერ დავწოდა ვერც წელს და როგორც ახლა დღეს დავწუდე ვერც მომავალ წელს და სამწუხაროდ დაჭირება კიდევ 2 წელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ავღანური ტვირთები, რომელიც მოდის მომავალი წლიდან, რომელიც იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური და ეს არის ავღანეთიდან ამერიკის ჯარის რო გამოდის ძალიან ბევრი ტვირთი უნდა წამოსულიყო აქეთ და უამრავი ბიზნესი უნდა შექმნილიყო ამის გარშემო საქართველოს შიგნით. ამ თუ შეიძლება ასე ითქვას სატრანსპორტო დერეფანზე გარკვეულწილად არის კონკურენცია. მოხარულები ვართ, რომ შეერთებული შტატები არის დაინტერესებული, იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დიდი ტვირთები გაივლის ჩვენ ტერიტორიაზე, ამის სრული მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის მხრიდან, რამდენადაც ეს ჩვენ ერთის მხრივ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს, მეორე მხრივ კი თავისთავად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. დღეს გენერალი ფრეიზერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ხვალისთვის ფოთის პორტის დათვალიერება არის დაგეგმილი. მე შეგახსენებთ, რომ კოალიციური ძალების გამოყვანა ავღანეთიდან 2014 წელს დაიწყება. საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას განაგრძობს, თუმცა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში მართა არდაშელია საუბრობდა.